მოგესალმებით, მე ნინო ქასრაძე ვარ და თქვენ უსმენთ ჩემს საინფორმაციო პოდკასტს. ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს რეგიონში სკოლებისა და ბაღების მშენებელი კომპანია ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელების სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შეპესე ლაგი კაპიტალის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერის გამარჯვებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა კომპანიის მერე 2023 წელს მოგებულ ტენდერზე. რეგიონალური განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის 11 ტენდერით 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც ერთ მათგანზე ეს პროცესი ამ დრომდე არ არის დამთავრებული. გარდა ამისა, ამავე წელს კომპანიამ მოიგო კიდევ ერთი ტენდერი 20.6 მილიონ ლარად გათვალისწინებული იყო 4 სკოლის აშენება აქედან 1 გორში, 3 კი ხაშურში უნდა აშენებულიყო. დღეისთვის კი სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და მშვიდობიან დღეს გისურვებთ.